დადასტურებული შემთხვევა. აქედან 5 მათგანი უკავშირდება საკარანტინო სივრცეს. შემთხვევათა უმეტესი წილი გამოვლენილებში გახლავთ უკვე წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც იმყოფებოდნენ izolაციაში და მათ ჩაუტარდათ მიზნობრივად კონტაქტში ყოფნის გამო, ანუ ტესტირება. გარდა ამისა, შემთხვევები გამოვლენილი არის რამდენიმე პედაგოგში, გვაქვს შემთხვევები რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული. ამასთანავე გამოვლინდა შემთხვევა ეგრეთ წოდებულ მოდუს და თავშესაფარში სავანაში. გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. აქვე დავაზუსტეთ, რომ ეს დაწესებულება იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, მიზნობრივად ჩაუტარდა ტესტირება. რა თქმა უნდა, პაციენტები გადაყვანილი არის კლინიკაში და დაწესებულებაზე მიმდინარეობს უწყვეტი მონიტორინგი აი ამ ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში. ამასთანავე მოგეხსენებათ, ისედაც ტესტირება გაფართოებული გახლავთ აჭარაში, მიმდინარეობს როგორც ახლო კონტაქტების, ასევე იმ ადამიანების ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვინც თვითონ თვლიან, რომ შესაძლებელია იყვნენ რისკის ქვეშ, განსაკუთრებით თუ კი ისინი დაუცველი იმყოფებოდნენ რაიმე საზოგადოებრივი თუ რაიმე კერძო თავშეყრის ადგილებში. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ესე რომ ვთქვათ, სადღესასწაულო სუფრებს, სადღესასწაულო ღონისძიებებს, სადაც ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავს იყრიან დაუცველად, ანუ ინდივიდუალური დაცვის, ნიღაბის და დისტანციის დაცვის გარეშე. ამასთანავე გეტყვით, რომ დღეისათვის აჭარაში კლინიკებში სულ მთლიანად ყავს 414 პაციენტი, რომელთაგან 285 იმყოფება კლინიკაში, ხოლო მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღე ამუშავებული არის ეგრეთ წოდებული COVID კარანტინები, ანუ 129 პირი უკვე გადაყვანილი გახლავთ COVID კარანტინში, რა თქმა უნდა, იქაც ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდებათ პროტოკოლის მიხედვით ყველა, როგორც კვლევა, ესევე მეთვალყურეობა და შესაბამისად დაწერილი დღეების მიხედვით PCR ტესტირებაც. ამ 124-დან ყველა ბათუმის მკვიდრია თუ ეს გავრცელება დაიწყო მუნიციპალიტეტშიც? ერთეულის შემთხვევა გვაქვს მუნიციპალიტეტში, მაგრამ რეალურად ეს უკავშირდება. ეს ხოლმე შემთხვევაა, ისევ თუ სხვა მუნიციპალიტეტიც არის. ბათუმს უკავშირდება. მოგეხსენებათ, როგორც უკვე ვთქვით, შემთხვევათა უმეტესი წილი არის მიზნობრივად მოძიებული ეპიდკვლევების შედეგად გამოვლენილი ახლო კონტაქტები და შესაძლო რისკის მქონე კონტაქტები. და აი ამ ტესტირებების შესაბამისად არის გამოვლენილი. ყველგან, სადაც გამოვლენილი არის, აუცილებლად ხდება კომუნიკაცია, მიმდინარეობს შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემაც და ამავე დროს მეთვალყურეობაზე ყოფნა იმ პირებისა, ვინც იმყოფებოდნენ კონტაქტში. იცით, რომ მუშაობს ამასთანავე პარალელურად 2 კარავია ამ ეტაპზე და პოლიკლინიკები. ეს კარვები გავიმეორებ, იმიტომ რომ შეკითხვები შემოდის და კითხვა ეხება იმას, რომ ბულვარში არის თუ არა კარვები. ეს გარკვეულწილად იყო მიბმული სეზონთანაც, ამიტომ დღეისათვის 2 კარავი დავაზუსტებ, იმყოფ არის ეგრეთ წოდებული ავტოსადგურის ტერიტორიასთან გახლავთ, ეს იქვე განთავსებული მცირე ბაზრობასთან ახლო ლოკაცია, ხოლო მეორე გახლავთ ეგრეთ წოდებული ხობის სავაჭრო ცენტრთან ახლოს მდებარე და ნებისმიერ პირს, ვისაც ისევ ვიმეორებთ, შეიძლება ჰქონდეს რაიმე სარისკო კონტაქტები სხვადასხვა ადგილას დაუცველად ყოფნისა, იმათ შეუძლიათ მიმართოთ და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ უფასო PCR ტესტირება. რამდენად კონტროლირებადია სიტუაცია? თქვენ თქვით, რომ მოძიებულ კონტაქტებში ხდება ძირითადად ამის დადასტურება, მაგრამ თუ არის შიდა გავრცელების უცნობი წყაროს თუ არა რომელი? ერთეული შემთხვევები ჩვენ წინა დღეებში ვთქვით, რომ მათი წყარო უცნობი იყო, მაგრამ აი ამ გაფართოებული კვლევები ხდება უკვე აი ამ პირების დეტალური გამოკვლევით, ესე რომ ვთქვათ, შესაძლო ყველა ახლო კონტაქტის დადგენა. ამასთანავე თვითონაც ჩვენ იმიტომ მოუწოდებთ ყველას, რომ ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა ვინმესთან
რაიმე რისკის შემცველი კონტაქტი, ან იმყოფებოდნენ ისეთ ადგილას, აიგივე თავშეყრის ადგილებში დაუცველად, აუცილებლად მიმართონ და ჩაიტარონ PCR ტესტირება. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ჩვენ შემთხვევების შეიძლება მცირედი ზრდა ისევ დაგვიფიქსირდეს, რადგან მოგეხსენებათ, აი ამ დადასტურებული შემთხვევების უკან დგას მათი ოჯახის წევრები, მათი ახლო კონტაქტები. შესაბამისად, მათ შესაძლებელია დაავადება გამოვლინდეთ მომდევნო დღეებში. როგორც უკვე ვთქვი, უმეტესი წილი აი ამ გამოვლენილი შემთხვევების არის წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც მიზნობრივად დაიტესტნენ და ცხადია იგივე შემთხვევების რაღაც გარკვეული მატება პროგნოზირებადია რომ იყოს, მაგრამ თუ ჩვენ გავაგრძელებთ ესეთნაირად ამ ტაქტიკით მოქმედებას, არა მარტო ჯანდაცვითი სამსახურები და ეპიდემიოლოგიური სამსახური ზოგადად, ასევე თვითონ მოსახლეობასაც მოუწოდებდი, რომ უფრო მეტად დაიცვან აი ეს წესები, უფრო მეტად გაკონტროლდება თავისთავად ყველა ის რეგულაცია და ის შეზღუდვები, ესე რომ ვთქვათ, რაც დაწესებული გახლავთ, ანუ უხსოვარად პროტოკოლით, რაც არის განსაზღვრული დახურულ სივრცეებში, ეს იქნება ორგანიზებული დაწესებულება, ეს იქნება სავაჭრო ცენტრები, სავაჭრო ობიექტები, თუ ასე შემდეგ და ნებისმიერი დაწესებულება, მთავარი არის, რომ ყველა დავიცვათ აი ეს წესები, იმისათვის, რომ არ მოხდეს ერთეული შემთხვევებისგან სხვაზე გადაცემა. და თუ კი ამას დავიცავთ, ამასთანავე თუ შევაფასებთ ჩვენს შესაძლო კონტაქტს უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან, აუცილებლად ჩავიტაროთ PCR ტესტირება და ამის შედეგად ჩვენ ალბათ შევძლებთ, რომ ეს შემთხვევები აი ამ მცირე მატებით უკვე გამოვლენილ კონტაქტებში, გამოვლენილი მატების შემდეგ უკვე სიტუაცია იყოს უფრო შვიდი და ესე რომ ვთქვათ, მოვერიოთ ამ ბატონო, თუ შეიძლება კლასტერებზე რატო აღარ საუბრობთ ეს რო გითხრათ, რა კლასტერებზე? ესეც არ საუბრობთ. რამდენიმე მინი კლასტერი, დიახ, მოგეხსენებათ, რამდენიმე რომელია ეს მინი კლასტერები, რომ დავკონკრეტოთ? დაიხურა წინა დღეებში შევერდებოდა, ნუ თავიდან რა თქმა უნდა დაიწყო დონას კლასტერით. იყო ეგრეთ წოდებული ხობის კლასტერიც და ასე შემდეგ. ეს შემთხვევები ძირითადად უკავშირდება, აი ეს პირები, ვისაც წინა დღეებში უკავშირდებოდა, პირდაპირ თუ ირიბად შეხებაში არიან, რა თქმა უნდა, წინა აი მინი კლასტერებთან გამოვლენილი შემთხვევებთან, აქ უკვე ეს გაიშალა ოჯახურ ნათესაური კლასტერით, ესე რომ ვთქვათ, შემთხვევების უკან თავისთავად, როგორც მოსალოდნელია, ასე რომ უფრო მეტი შემთხვევა უკვე გვაქვს აი იმ დადასტურებული შემთხვევების, ანუ შიდა გავრცელება, ხო? ეს არის ოჯახური შემთხვევები და მისი ახლობლური შემთხვევები ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ გამოვლენილი და იმყოფებოდნენ იზოლაციაში, ხდებოდა მათზე მეთვალყურეობა და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მოსალოდნელიც იყო, რადგან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, რომ მათ გამოვლენოდათ დაავადება. ეს რეალურიც იყო. ახალი ისეთი კლასტერი მე დღეს ნამდვილად ვერ დავასახელებ, როგორც გითხარით, ეს არის ერთეული შემთხვევები, რომლებიც გარკვეულწილად კავშირში არის აი ძველ შემთხვევებთან, იკვეთება რამდენიმე მცირე ესე რომ ვთქვათ, დაწესებულება, რომელშიც აბსოლუტურად სამედიცინო პერსონალიც მე ვახსენე, რამდენია ეს, რომ დაგვიკონკრეტოთ, შეგიძლიათ, რამდენი სამედიცინო პერსონალია ამჟამად დაიფიქსირებული COVID-19-ით? ვერ გეტყვით, ახალი ვინც დაგვიფიქსირდა და ესეც სხვათა შორის იყო წინა შემთხვევებთან კონტაქტში გახლავთ, რომ არ მოგატყუილოთ თუ არ ვწდები, ეს არის 3 თუ 4, ვინც ახალი გამოვლენილი ყავს, ისინი რა თქმა უნდა შესაბამისი ღონისძიებები ტარდება როგორც სამედიცინო დაწესებულებაში. ამათ ანუ პაციენტებთან ქონიათ შემხებლობა, ვინც COVID-19-ით უნალობენ? გაცმოძრავების ერთ-ერთი აქტივისტის დაიბიჭდა კონტაქტების მოძებნა თუ მათ საკმაოდ აქტიური შეხება ჰქონდა. რასაკვირველია, ყველა პირი, ვისაც უკავშირდება, როგორც კი შეტყობინება მოვა, ყველა პირთან ხდება დაკავშირება. ხდება ყველა ის რომელიმე პარტიის თუ ასე შემდეგ თუ დაწესებულების თანამშრომელია, აბსოლუტურად ყველასთან მიდგომა გახლავთ ერთი კერძო. აუცილებლად პირველ რიგში ახლო კონტაქტების მოძიება ხდება და მათი ინფორმირება პირველ რიგში იზოლაციაზე და შემდეგ მიზნობრივი კვლევა და ამასთანავე
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ვინც არ დასახელდა როგორც კონტაქტი, თვითონვე რომ ჩაიტარონ თუ კი თვლიან რომ რაღაც რისკი იყო, თვითონვე ჩაიტარონ ეს გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. ანუ ხულოში და მაღალთიანეთში გვაქვს რამე ახალი შემთხვევა, კიდე ერთი შემთხვევის გარდა, რაც იყო დაფიქსირებული ხულოში. ერთი შემთხვევის გარდა ჯერჯერობით არა, რა თქმა უნდა, აი ამ შემთხვევების შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს გახლავთ 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი და იმის უკან თუ კი ვინმე მოიაზრება როგორც კონტაქტი, რასაკვირველია ისინი იზოლირებული იქნებიან და შემდგომ მათ კვლევაც ჩაუტარებენ. რაც შეეხება მასწავლებლების მათი რაოდენობა რამდენია, ვინც არის დაინფიცირებული პედაგოგების? მასწავლებლების რაოდენობა ამ ეტაპზე გახლავთ 3 და მანამდე ყავდა ჩვენ კიდევ გახლავთ. ანუ ეს 3 ახალი შემთხვევაა, ხო? 3 თვითონ პედაგოგის დიახ, ახალი და უცნობი წყარო რა შეიძლება ითქვას? რამდენი ყავს ახლა უცნობი წყარო? უცნობი წყარო, როგორც უკვე გითხარით, თითქმის ყველა შემთხვევა გარკვეულწილად უკავშირდება, მაგრამ უცნობი წყარო, რომელიც შესწავლაში გახლავთ, ესეთი რომ არ მოგაწოლოთ, აი სადღაც 4-5-ია, მაგრამ ეს არის ამ წუთში გახლავთ კვლევის საგანი. და თავშესაფარზე რა არის ცნობილი? იქ დაახლოებით რა კლასტერი შეიძლება იყოს ან საიდან დაიფიცირდნენ? მოგეხსენებათ, ეს არის გარკვეულწილად თითქმის დახურული დაწესებულება. ზუსტად იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინ იყო ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევა უკავშირდებოდა, მათზე მეთვალყურეობა მიდიოდა, ჩატარდა მიზნობრივი ტესტირება, შესაბამისი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ტარდება. ეს მოიცავს იმას, რომ მათ შეძლების დაგვარად შიგნით გააკეთებენ ისინი ერთმანეთისგან იზოლირებად. ეს არის დახურული ამ ეტაპზე, ანუ იზოლირებული არის აბსოლუტურად, როგორც თანამშრომლები, ბენეფიციარები რასაკვირველია და მათ ჩაუტარდებათ მომდევნო კვლევები რამდენიმე დღის შემდეგ. ძიმე შემთხვევა გვაქვს რომელიმე, ხა ვინც არის რესპუბლიკურში ან სხვა კლინიკებში? ყველა კლინიკებში, როგორც მახსოვს, არის საშუალო საყურადღებო გახლავთ თუ დაახლოებით 8 პაციენტი საყურადღებო. ასზე მეტი შემთხვევა არის ფაქტიურად სუბუქი ძალიან 129 ვთქვით, რომ უკვე გადაყვანილი გახლავთ COVID კარანტინებში. დანარჩენზე მეთვალყურეობა 295-ია კლინიკებში. 3 კლინიკა, ხო? თავშესაფრიან სად არიან გადაყვანილები? არ სადით არიან. არა, ინფიცირებულები. ინფიცირებულებს საუბარი. ქუთაისზე ხო? ზუსტად ან ჯერ ქობულებში იყვნენ და მერე ქუთაისში. მოგეთ ეს იყო ნონა ეფაძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე. მან გააკეთა გამარტებები დღეს დაფიქსირებულ ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. დღეს ბათუმში დაფიქსირდა სულ 124 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 170 კორონავირუსის ახალი შემთხვევა. როგორც ნონა ეფაძემ განაცხადა, ჩვენ პრინციპში გვაქვს აქამდე არსებული კლასტერების ოჯახური კონტაქტები, ანუ იგივე დონეს კლასტერი, ან ხოფის ბაზრობის, ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის კლასტერი. ანუ უცნობი წყაროები გვაქვს 3 თუ 4, ასე ამბობს ნონა ეფაძე და მდგომარეობა არის სტაბილური, მზარდია ციფრები ბოლო დღეებში, თუმცა ნონა ეფაძე ამბობს, რომ ვითარება არის კონტროლირებადი. მან გააკეთა დღეს განმარტებები ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. 170 ახალი შემთხვევა გვაქვს ქვეყნის მასშტაბით და 124 ბათუმში. ბოლო მონაცემებით, სტოპ-კოუჯის მონაცემებით, ჯამში, მთლიანობაში 2392 ადამიანი დაინფიცირდა COVID-19-ით, გამოჯამრთელდა მათ შორის 1369 19 გარდაიცვალა და კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 ადამიანი. ჩვენ ვიმყოფებოდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ბათუმში. ნონა ეფაძე ამ ცენტრის დირექტორის მოადგილემ გააკეთა განმარტებები დღეს დაფიქსირებულ ახალ შემთხვევებზე. დარჩი ჩვენს არხზე ბათუმალები G-დან ეთგაზეთი G და მიიღეთ განახლებული და რაც თავარია სანდო ინფორმაცია ჩვენს არხზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს ბათუმალების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბანანიძე ვარ, დროებით.